ხო, კარგი დიას გეტყვით, თუ მანქანები არ გიცმობენ, კამერა ჩართეთ. თქო, კამერას არ უყუროთ, ცხოვრებს უყურეთ თვალებში და დაგიცმობენ რა. ველობილიკს რაც შეეხება, არის ორმხრივი. რატო გადავწყვიტეთ ახლა ამ ველობილიკის გადაღებაც? მეგობარმა, რომელიც ცხოვრობს გლდანში, გვითხრა, რომ თვითონ ეს ველობილიკი მშვენიერია, მაგრამ პარკის ნაწილები ერთმანეთთან არ არის გადაბმული. ქვეითების და ველოსიპედის გასასვლელით, რაც ძალიან სახიფათოს ხსნის. ასე რომ მოდი ერთად ვნახოთ. აი, მოვედით აქ გადასასვლელთან. რეალურად ეს არის ჩვეულებრივი გზაჯვარედინი, მაგრამ მოხვევის ნიშნებია მხოლოდ და ზებრა არ აქვს. უბრალოდ ეხა საკმაოდ სარისკო რაღაც არის, რასაც ვაკეთებთ. ესე გადმოსვლა. უბრალოდ თუ ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ ბავშვთან ერთად იარო და თუნდაც რავი, ეხა ღამე რო ყოფილიყო, საერთოდ ვერ დაგვინახავდა ვერავინ, მან რო გადმოვიდოდით, ასე რომ ძალიან ცუდი მონაკვეთებია. ასეთი სიტუაცია, ზუსტად ასეთი, რაც აქ არის, იყო მოსკოვის გამზირზეც. მანდაც არის შუაში ესეთი ველობილიკი და ქვეითების გზაც. ეხა მაგალითად ქვეითები იქიდან მოდიან. წესით აქეთ უნდა წამოვიდნენ, მაგრამ გადმოსასვლელი არ არის. და ძალიან სახიფათოა. იქ მოსკოვის გამზირზე რამდენიმე ადგილას გამოასწორეს, მაგრამ აქ ჯერჯერობით ისევ ეცია და წესით ნორმალურ სიტუაციაში მოსახლეობამ უნდა დარეკოს და მოითხოვოს, რომ აქ დაამატონ ან შუქნიშნით გადასასვლელი, ან ისე გადასასვლელი ნიშნები, რომელიც მანქანებს შეუზღუდავს მოძრაობის არეალს, ანუ შეანელებს და როცა ანელებენ და ისე უხვევენ, ვერად უფრო ისეთი არის ხოლმე, შეუძლიათ რომ ქვეითიც დაინახონ და გაატარონ. ეხლა მაგალითად, იქიდან მანქანები ჩამოდიან, აქედან მარცხნივ უხვევენ. იქიდან შეუძლია მანქანას რომ კიდე მარცხნივ მოუხვიოს და გამოდის რომ აი ამ ალიაკოტში უნდა გაიაროს ველოსიპედმა და ქვეითმა, ხო? ყველაზე ადეკვატური რაც მისამაღნიშნა ხა იქნება ის რომ იყოს შუქნიშანი, ასევე გზის შეზღუდვის პარალელურად, შევიწროების პარალელურად, რომელიც მისცემს საშუალებას ველოს და ქვეითს თითი მიაჭირონ და ეგრე გადავიდნენ მეორე მხარეს. ვაიმე, ძალიან მეშინია აქ გასვლა. ახლა ვესაუბრეთ ერთ ქალს, რომელთან საუბარით არ ჩაგვიწერია. ესე გითხრა, რომ მყავს ტყუპებიო და გაწამებული ვარო, იმიტომ რომ ეტლით სასიარულო გზა, ანუ ეტლით 800 ევროს ბავშვები ძალიან ცოტა ადგილას არის და ამ ველობილიკის და პარკის სივრცეს იყენებენ, ანუ თვითონ ეს პარკი ძალიან სასიამოვნო სავლელი ადგილია, უბრალოდ ერთმანეთთან დასაკავშირებელი რო არა აქვს უსაფრთხო ქვეითების გზა არის საფრთხის შემცველი და ძალიან მარტივია ამის მოგვარება, ანუ რა ვლაპარაკობთ საერთოდ. მოვედით სკეიტ პარკთან. ბავშვები ვარჯიშობენ. So nice. გამარჯობა. ცალხეში გასაღები რო ეჭირა. უბანი მშვენიერია. მოვაგენით. ამ ადგილას არის შუქნიშანი. აი ზუსტად ესეთი უნდა იყოს ყველა ადგილას. აი, ჩვენი მწვანეა. ხო. ხო. მაგრამ სხვა ქუჩებიც იყო გამჭოლი. ესე გრძელდება. და ხო, ნუ ეს შუქნიშანი როგორიც არის, ეგეთი უნდა იყოს მთელ გზაზე. ვა, ხიდიც რო არის. მაგარია. დასრულდა პარკი, უბრალოდ გადმოსასვლელი არის ესეთი შუქნიშნის გარეშე. აი ეს არის ველოსიპედის იქეთ მანქანის.
ძალიან საფრთხეა მართალი გითხრათ, მაგრამ უნდა გადავიდე. მოიცა. ვერ ვხედავ. შუქნიშანი უნდა იყოს. ეთყობა ამას ეჯახებოდნენ. აი ამას. აქეთ მხარეს რო გრძელდება რაღაც ნორმალურია. ჯერჯერობით. მაგრამ რავი, მე პირადად ბავშვს აქ მარტო ვერ გამოვუშვებდი. ისევ ესეთი სახიფათო სიტუაციაა ეს მანქანა მოდის. და გვინახა კიდევ კარგი საფრთხეების მხრივ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ მცველი ვერ გხედავს რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში. მანქანებმა ალბათ. თუ გინდა, რომ შეაფასო, რამდენად უსაფრთხოა მაგალითად ველობილიკი, ასეთი შეფასების რაღაც არსებობს. გაუშვებდი თუ არა, შენი 13 წლის შვილს იმ გზაზე. მე პირადად ამ ველობილიკზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო მონაკვეთები აქვს, გადასაცვლელები იმდენად სახიფათოდ არის მოუწყობელი, რომ ვერ გავუშვებდი. ესეთი ვიწრო გახდა ველობილიკი, მაგრამ უფრო სასიამოვნო, იმიტომ რომ ისევ ხეებში მივდივართ. მორჩა ველობილიკი. აქეთ უკვე აღარ არის არაფერი. მთავარი გზაზე არ გვიწევს მაინც სიარული. აქ რაღაც პატარა ქუჩაა, მაგრამ მანქანები მაინც დადიან და როგორც გითხარით, ის მაჩვენებელი, რომ უნდა შეგეძლოს, რომ ბავშვი გაუშვა, მაგ მაჩვენებელს კარგავს. აი, კაი, ბრუნდებით უკან. თუკა ჩუ, არ შეგეშინდეს, თუკა ყველაფერი კარგად იქნება. ვემშვიდობებით აქაურობას და მივდივართ ისევ ცენტრისკენ. ველოსიპედების ბაზრობასავით, თუ ბაზრობა, სანამ ხიდზე მიაღწევ. ეხლა გავსწავლდები. მაგარი ქარია. და იქ უკვე ავტობუსის ზოლი იწყება ხიდზე. ეს არის ჩქაროსნული ხიდი.